1977 წლის 23 დეკემბერი. სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართული საეკლესიო კრება იღებს გადაწყვეტილებას მიტროპოლიტი ილია გახდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ეწოდოს ილია მეორე. 2 დღის შემდეგ მცხეთის საპატრიარქო ტაძარში სრულ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრება. და პატრიარქი გადმოიბარებს ურთულეს მისიას, ათეისტებისაგან დევნილ ეკლესიას, როგორც ქარში დანთებულ სანთელს. ძალადობრივად დახურულია 30-ზე მეტი ეპარქია. საეკლესიო რეპრესიების შემდგომ დაშინებული მოსახლეობა თითქმის არ დადის ტაძარში. მოციქულების ნაზიარები რწმენა დავიწყებული აქვს ხალხს. თითებზე ჩამოსათვლელია მორწმუნეები. მათ დევნიან და აშინებენ. დაცარიელებულია ეკლესია მონასტრები. დაკეტილი, დანგრეული, გაუქმებული. მათ ნაფუძარზე კი ზოგან გასართობი კლუბები იხსნება, ზოგან აბანოები. ბოროტება ზეიმობს. და სწორედ ამ უმძიმეს დროს საკუთარი მხებით იტვირთავს პატრიარქი ერის სულიერ გადარჩენას, წინ გაძღოლას, განწმენდის და რწმენის დაბრუნების გზაზე. მოთმინებით და არა სულსწრაფობით, თხოვნით და არა ძალმომრეობით, სიყვარულით და არა მუქარით, ლოცვით ერისათვის, ლოცვით ქვეყნისათვის, ლოცვით მტრის შემოbrunებისათვის და შეისმენს უფალი მის ლოცვას. გაიღებიან 10 წლეულობით გამოკეტილი ეკლესია მონასტრები, აღსდგებიან გაუქმებული ეპარქიები, აშენდებიან ახალი ტაძრები და გამრავლდება ეკლესიაში მღვდელი, პერმონაზონი, მრევლი. რიგრიგობით გაიხსნება ახალი ეპარქიები, ჯერ მხოლოდ 4-ს, მცხეთა თბილისის, ბათუმის შემოქმედის, წილკნისა და ცხუმაფხაზეთის ეპარქიებს, ალავერდისა და ბოდბის ეპარქიები დაემატება. შემდგომ კი ახალციხის და ტაო-კლარჯეთის, ახალქალაქისა და კუმურდოს, ბოლნისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, გურჯაანისა და ველისციხის, დმანისისა და ლორეტაშირის, ვანისა და ბაღდათის, ზუგდიდისა და ცაიშის, თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის, მანგლისისა და წალკის, მარგვეთის, მესტიისა და ზემოსვანეთის, ნეკრესისა და ჰერეთის, ნიკორწმინდის, ნინოწმინდისა და საგარეჯოს, სამთავისისა და გორის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ნიქოზისა და ცხინვალის, რუსთავისა და მარნეულის, სტეფანწმინდისა და ხევის, სხალთის, ტყიბულისა და თერჯოლის, ურბნისისა და რუისის, ფოთისა და ხობის, ქუთაის გაენათის, შემოქმედის, ცაგერისა და ლენტეხის, ჭიათურის და საჩხერის, ჭყონდიდის, ხონისა და სამტრედიის და დასავლეთ ევროპის ეპარქიები. ასობით ეკლესია აღდგება, აშენდება და ეკურთხება. გაიხსნება სასულიერო სკოლები, სასწავლებლები, სემინარიები. გამოიცემა 10-ობით საეკლესიო ჟურნალ-გაზეთი, სასულიერო ლიტერატურა. დაარსდება რადიო ივერია და საპატრიარქოს ტელევიზია. და როგორც გვირგვინი უფლის მადლისა, ჯვარს დაიდგამს სამების ტაძარი. საოცარია განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად უფლის განგებამ და მისმა მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა. მუხლს ვიყრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადეული ნათლით მოსილ მრევლს, ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება.
ძალიან ხშირად ჩვენ გვიჩნდება სურვილი დედამიწაზე სამოთხის შექმნის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწა არ არის და ვერც იქნება სამოთხე. არამედ ეს არის ადგილი სამოთხიდან განდევნისა. მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას გავს. დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას. თავარია, იქ წარვსდგეთ ღირსეულად, რადგან ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის არ ვართ დაბადებული. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სიცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლოება, რადგან სიცოცხლე ღმერთშია და მარადიულ ნეტარებაში. როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება საით წავიდეთ, მოგმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი გამამხნევებელი ხმის გაგონება. მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ.